რეჟიმი აგრძელებს პროტესტის მონაწილეების დასჯას ტროტუარზე დგომის ბრალდებით. სხდომები ამ წუთებში იწყება და თითო საათის გამოტოვებით არის ჩანიშნული. თბილისის საქალაქო სასამართლოში ტროტუარზე დგომის საბაბით იმსჯელებენ თამარ გიორგაძის, დარეჯან გელაძისა და მაკა წულუკიძის საქმეებზე. მარიკა ბოლქვაძე მოგვიყვება თბილისის საქალაქო სასამართლოდან ამ საქმეების დეტალებს. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება პროევროპული აქციებისა და პროტესტის მონაწილე თამუნა გიორგაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მის საქმეზე გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლეც ეკვლავამ უნდა გამოაცხადოს. რაც შეეხება თამუნა გიორგაძის საქმეს და მის დეტალებს, სავარაუდოდ ტრადიციულად თამუნა გიორგაძის შემთხვევაში მტკიცებულებად ბრალდების მხარეს მოტანილი ექნება ვიდეო მტკიცებულებები იმის შესახებ თუ როგორ დგას თამუნა გიორგაძე ტროტუარზე, აპროტესტებს, აფიქსირებს თავის პოზიციას. ამას ემატება ისიც, რომ თამუნა გიორგაძეს ტროტუარზე დგომას ედავებიან იმ დღისთვის, როცა თბილისში შაბათის ტრადიციული მარში იმართებოდა. შესაბამისად, აქციის ორგანიზატორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართული ჰქონდათ აქციის დაშვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მისი იურისტის განმარტებით, თამუნა გიორგაძის იურისტის განმარტებით, არანაირ სამართალდამღებას ადგილი არ ჰქონია თამუნა გიორგაძის მხრიდან იმ ფონზე, როცა ის ტრადიციულ შაბათის მარში, რომელსაც ნებართვა იყო გაცემული, მონაწილეობას იღებდა. რაც შეეხება უშუალოდ თამუნა გიორგაძის პოზიციას, ის თვლის, რომ ტროტუარის საქმეები ზოგადად და მოქალაქეების აქტივისტების საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის გასამართლება ქვეყანაში ნიშნავს იმას, რომ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პროტესტის ხმა ჩაახშონ და თამუნა გიორგაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა რა განაჩენს გამოიტანს. ახლა მოსამართლეც ეკვლავა, მიუხედავად ამისა, თუ მას პატიმრობაში გაუშვებენ, პატიმრობის დასრულების შემდგომ და საპატიმროს დატოვების შემდგომ ის გამოვა და მაინც გააპროტესტებს რუსთაველის გამზირზე და აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ნიშნავს შიშის დათესვას, პროტესტის აკრძალვის მცდელობას, ადამიანების შეშინებას, პროტესტის გაწოვას. თქვენ წერთ აქ ყოველდღე ადამიანებს, ვისაც უსჯიან ან ვისაც ბრალს უყენებენ და გაფრთხილებით შემოიფარგლებიან ხოლმე. ყველას წერთ აქ დგომს და ყველა უკლებლივ, ყველა გეუბნებათ, რომ ისინი არ შეწყვეტენ პროტესტს, არ შეწყვეტენ წინააღმდეგობას და ეს ბრალდებები, ბრჭყალებში ბრალდებები მათ ვერ შეაფერხებს, არ გააჩერებს და არ გააჩერებს. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარშის დღეს ადამიანებს ედავება ხოლმე, კი ბატონო, შაბათის მარშს გულისხმობს, ედავება ხოლმე უშუალოდ ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეთებას, არანაირი ხელშესახებები მტკიცებულება არ არის ხოლმე მოტანილი. თამუნა გიორგაძესთან მიმართებით მინდა აღნიშნო, რომ ის როგორც ისიც ორჯერ უკვე დაკავებული იყო ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. მას ჰქონდა არაერთი დაზიანება მიყენებული, მან გაატარა რამდენიმე დღე ამის შედეგად საპატიმრო დროებით მოთავსების იზოლატორში და შესაბამისად აი ამ ყველაფერს თუ შევხედავთ წარსულ პრაქტიკას, როგორ ხელმძღვანელობს რა მეთოდებით და როგორ აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს ხოლმე სასამართლო, რა თქმა უნდა მოლოდინი იმის, რომ ამ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდება, რა თქმა უნდა არ გვაქვს. სავარაუდოდ სულ ცოტა ხანში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეც ეკვლავა გამოაცხადებს გადაწყვეტილებას თამუნა გიორგაძის საქმეზე. უცნობია რა იქნება ეს გადაწყვეტილება, სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებიან მის მიმართ თუ გაუშვებენ რამდენიმე დღიან პატიმრობაში. რაც შეეხება სხვა პროცესებს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით კიდევ პროტესტის ორი მონაწილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ესენი არიან დარეჯან გელაძე და მაკა წულუკიძე. მათი პროცესებიც გაიმართება დღეს. სავარაუდოდ მათ შემთხვევაში დღეს იქნება გადაწყვეტილება გამოცხადებული.